ხო თითქოს გაკვირვების ფანტაზიის რესურსი თითქოს ამოწურულია ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ამ სისტემის ხელშია ყველა სადამსჯელო სისტემა, ყველა სადამსჯელო ორგანიზაცია, პროკურატურა, გდდ, პოლიცია, პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფები, ჯარი, რა ვიცი, ფინანსური ზეწოლა, წნეხი, დრაკონული კანონები, პარლამენტი, მთავრობა რაღა დარჩა, ხო და არ დარჩენილა არც ერთი, ასე ვთქვათ, ხრიკი, ფანდი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, საზოგადოების წინააღმდეგობაში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ, რომ აი ეს რესურსი არ გამოყენებულიყო, ბევრი გვინახავს ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, ნიღბიანი თავდამსხმელები, პოლიციელები ნომრების გარეშე, მაგრამ აი მაინც დადგა დღის წესრიგში, როგორც ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან სწრაფად და ძალიან სწორად შეაფასა, ხომ? ეს გინდა არ გინდა შენ გაგზავნის ნაცისტურ გერმანიაში, კრისტალ ნახტებში, როდესაც არბევდნენ. სხვა შორის მაშინაც ეს ძალიან დიდი იდეა გერმანული სიწმინდეების და გერმანული ერის დაცვის, ასე ვთქვათ, საბაბით შეიქმნა, მე რაც ჩამოყალიბდა გესტაპოთ და 1000 უბედურებად, ხო? და ასეთივე ორგანიზაცია იყო მხედრიონი, რომელსაც ერქვა მხედრიონი ტირე მაშველთა კორპუსი, ინგა. პირველი სათაური ეს მაშველთა კორპუსი მოშორდა ბუნებრივია, თვითონაც აღარ ხმარობდნენ. ხომ ეს იყო სტიქიური უბედურებების, ასე ამბობდნენ თავიდან, მთაში დაკარგული ადამიანების და სტიქიური უბედურებების დროს, რომ უნდა ემოქმედათ ამ ადამიანებს, მაგრამ მე ვკითხოთ მაშინ სამეგრელოს ვკითხოთ, აბა რა ის მაშველთა კორპუსი იყო ეს. თითქოს ისტორიაზე სწავლობენ ხომ ადამიანები, მაგრამ არა ჩვენ ხედავთ აი ამ სახელმწიფოებრიობის რღვევის პროცესს და თვითონ სახელმწიფო ინსტიტუციებში მოკალათებული ადამიანები არ ღვევენ ამ ინსტიტუციებს, იმიტომ რომ ხო, მიზეზი ვიკითხეთ, იმიტომ რომ შიში, მუდმივი შიში, გაფეტიშებული ფიზიკური არსებობა, ფულადი რესურსები და შიში. აი ეს არის მიზეზი ამ ამოუწურავი უბედურებებისა, რომ ვიყო დაცული, კიდევ ერთი დაცვა, კიდევ ერთი სადამსჯელო ორგანიზაცია, მუდმივი შიშის გრძნობა. აი შიშს დიდი თვალები აქვს, ხომ და განსაკუთრებით აი ამ პირამიდას თუ ავყვებით, ერთი ადამიანის შიშთან მივალთ და ყველანაირ საფუძველს და რესურსს და ყველანაირ საშუალებას ეძებს იმისას, რომ იყოს დაცული სხვების, ჩაგვრის, ძალმომრეობის და ძალადობის ხარჯზე. ესეც, ასე ვთქვათ, ჩეჩნურ-რუსული მხედრიონია, ეგრეთ ვთქვარი, ჰიბრიდია. რუსეთში მაფიის ჩამოყალიბება 90-იანებში ხდებოდა პირდაპირ ესეთ სპორტსმენებში და ყოფილ სპორტსმენებთან და აი ამ ჯიმებში და ამ სატრენაჟოროებში, სადაც კუნთმაგარ ადამიანებს ნახავდნენ ხოლმე და აიყვანდნენ ჯერ დაცვაში, მერე ვიღაცას მიუგზავნიდნენ, მერე ვიღაცას დასჯიდნენ და ეს ცოდნაა. ეს არ არის ქართული ტრადიციების და ღირებულებების და სულიერი ღირებულებების ცოდნა. ეს არის რუსული მაფიოზური, ფაშისტური გერმანიის, ფაშისტური იტალიის და ქართულში თუ რამის გავიხსენებთ გავს, ეს არის ხო, მხედრიონი. და არანაირი ღირებულებები. ხა ჩვენ უნდა განგვისაზღვრონ თურმე რა არის ჩვენ სულიერება, ჩვენ ლიტერატურა, ჩვენი ღირებულებები ეროვნული, მათ უნდა გვითხრან აი ამ ადამიანებმა. თან ვინ უნდა განსაზღვროს ეს ჯერ ვერ გავიგეთ, სავარაუდოდ ვიზეც ეს ახალგაზრდა კაცი თუ მისი თანამოაზრეები გადაწყვეტენ, ან ვიზეც ეტყვიან პარტიის რომელიღაც ბნელ ოთახში ალბათ, რომ ეხლა შენ უნდა გადაწყვიტო და თავს უნდა დაესხა. რატი იცი, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ჯგუფებზე იდგა მთელი ეს წლები ქართული ოცნება და მარტო პროტესტის დღეებში არაერთი ასეთი ფაქტი გვინახავს, ხო? მე მაგალითად ტელევიზიაში ვმუშაობ, რომლის თანამშრომელი იყო ლექსო ლაშქარავა, ღიად გამოხატული აგრესიის მსხვერპლი. მე ვმუშაობ იმ ტელევიზიაში, რომლის ჟურნალისტს და ოპერატორს მაკა ჩიხლაძეს და გიორგი შეწირულს ვიღაც ნიღბიანთა დაჯგუფება
კლავდნენ პირდაპირ ეთერში. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ესეთი ჯგუფები იყო ყოველთვის მთავარი დასაყრდენი ქართული ოცნების, მაგრამ აი როგორ ფიქრობ, რატომ გადაწყვიტეს დღეს მათი ღიად გამოყვანა ამ ველზე? როდის იწყებს სახელმწიფო აი ამ კუნთების დემონსტრირებას, ამ ძალადობის ესე ოფიციალურად დაკანონებას და კითხვი რომ სახელმწიფოს რღვევის ნიშანიაო, მაგრამ აი რა ისეთი კრიზისი გამოჩნდა, როგორ ფიქრობ, რამაც საჭირო გახადა რომ ეს ხალხი ღიად გამოეშვათ ველზე? არ ყოფნის ამას ის ჯგუფები, რაც აქამდე იყო, არ ყოფნის შეუმსუბუქოთ პოლიციას საქმე, ხო? რაღაცებს ვერ იზამს პოლიცია, რაღაცებს ვერ იზამს სასამართლო, თითქოს ხომ? აი ისეთი რაღაცეები ქნეს, რომ არის რაღაცეები, რისი იმედიც არ აქვთ იქ, რომ ისინი ამას იზამენ. ხვდებით ხო, ანუ მათი ფანტაზია, მათი დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოების მიმართ როგორია, რომ აი არსებული სადამსჯელო ორგანიზაციები არ ყოფნით და უკმაყოფილოები არიან და უნდათ რომ რაღაცნაირად თან შეეხიდონ იმათაც, ხო? ეს არის მათ შინაგანი სამყარო, ამაზე ფიქრობენ, არა ეკონომიკაზე, არა ჯანდაცვაზე, არა ეკოლოგიაზე, არა განვითარებაზე, არა ევროკავშირზე, არა ცივილიზაციურ სამყაროზე თვითონ ამბობენ რომ ამაზე არ ფიქრობენ აი ამაზე, ხო? ვინ როგორ დაასიცხლიანონ და ვის როგორ გაუსწორდნენ. აი ეს არის და ეს არის ჩვენ თითქოს ბევრჯერ ითქვა, მაგრამ რუსული ხედრიონიც რუსეთში დაფინანსდა და დაფუძნდა სხვათა შორის მოსკოვში. იქ რენეგატი ქართველები რო იყვნენ და ებრძოდნენ პირველ ჩვენს რესპუბლიკას ახალ დამოუკიდებლობა მოპოვებულ საქართველოს და ზვიად გამსახურდიას იქ მაფიოზურმა კლანებმა ჩამოაყალიბეს არ მინდა სახელების და გვარების დასახელება, მაგრამ ეს ცნობილი ამბავია, ხო? და ნუ ეხლა ქართველი ხალხი და ცოცხალი მეხსიერება როგორ აღიქვავს ამ მოვლენას, ეს გასაგებია და ამასაც როგორ აღიქვავს და რა სამსჯავროსაც გამოუტანს, ესეც გასაგებია. ყველანაირი ზედმეტი ოპტიმიზმის გარეშე გეუბნებით, რომ ეს არ გამოვა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის დროის, კალენდრის, ეპოქის, ადამიანობის ყველაფრის წინააღმდეგ, აი პირიქით მიდის, იმის მაგივრად რომ ჩვენ რაღაცა სხვა რამით ვიყოთ დაკავებული, ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური და დროის საწინააღმდეგო და ეპოქის საწინააღმდეგო ქმედებები და უკუსვა სრული და ეს არ გამოვა. ნამდვილად გეუბნებით, ამაში სრულად დარწმუნებული ვარ და გვაჩვენებს დინამიკა, ძალიან მალე გვაჩვენებს ამას დინამიკა, რომ ქართულ საზოგადოებაში შეიძლება რაღაცეები ცოტა ხნით გამოგივიდეს ძალადობით, მაგრამ ასეთი რაღაცეები საბოლოო ჯამში თავდება სრული კრახით. ხო, უნდა დაგეთანხმოთ ამ საზოგადოებამ აჩვენა, თუნდაც ბოლო პერიოდში არაერთხელ რომ არავის ამათი კუნთების არ ეშინია და მე წამოყვებოდი ამ თქვენს ნათქვამში, წამოყვებოდით რომ აი სუფთა ეს მაგალითი ცხადყოფს რა გზასაყარზე შეგვაყენა ჩვენ ოცნებამ რუსეთი და აქეთ ევროპა, ანუ თუ შენ ხარ ნორმალური სახელმწიფო, თუ შენი სტრუქტურები გამართულად მუშაობენ, მაშინ ასეთი ტიპის დაჯგუფებების ღიად ველზე შემოყვანის საჭიროება რატომ არის, ხო? ანუ სუფთა ჩეჩნური, რუსული, მაფიოზური სტილი. აი კადიროვშინა ბევრჯერ შემხვდა გუშინ ეს სიტყვა, როცა რეაქციებს ვეცნობოდი საზოგადოებისას ამ ახალ განაცხადზე. მე გეთანხმები, რომ ვერ შეშინდება საზოგადოება, მაგრამ აი რაღაცაზე გაცვლა ხომ აქვთ. რით იცავდა ილია ჭავჭავაძე ქართულ იდენტობას და ეროვნულ იდენტობას, ხომ? რითი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით, ხომ? გამოცემა ივერით, საადგილმამულო ბანკით, თეატრალური საზოგადოებით, ლიტერატურის თარგმნით, შექსპირის თარგმნით, საკუთარი ესეისტიკით, პუბლიცისტიკით, პოეზიით, პროზით და იმ სოციალური ასპარეზით რამე მსგავსი შექმნა, მან პირიქით ბოლშევიკებმა რო შექმნეს და მათ ტერორისტებმა მოკლეს ილია ჭავჭავაძე. თუ გავიხსენებთ რა არის საერთოდ ქართული ფასეულობები, ქართული იდენტობა, ეროვნული ღირებულებები, ჩვენ ვნახავთ ადამიანებს, რომლებიც სწორედ ასეთი მოზალადე ჯგუფების მსხვერპლები არიან, ვინც ქმნიან ამას. არა თუ იცავენ, არამედ ქმნიან ამ ღირებულებებს, ხო? რომელიც დიდი ქართველი გახსენდებათ, რომელიც ბანდებს ქმნიდა საქართველოში.
ვერ ნახავთ ასეც. ხო, მაშინ რა ფუნქცია აქვს სახელმწიფოს, რა ფუნქცია აქვს ეკლესიას, რა ფუნქცია აქვს ძეგლთა დაცვას, რომლის ხელში კულტურის სამინისტროს, რომლის გელათი განადგურდა, ამაზე დიდი კულტურული მემკვიდრეობა და სულიერი მემკვიდრეობა რა გვაქვს ჩვენ, ხო? და ყოველ დღე ვხედავთ ჩვენ წაშლილ სტენსილებს ანწუხელიძის და მარო მაყაშვილის და იმაზე რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ხო? ამებს შლიან, ამებს ებრძვიან და რაღა არის, რა გონიათ საერთოდ ეროვნული ღირებულებები და იდენტობა რა გონიათ, იმას ებრძვიან მთელი თავისი არსით. ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვიან თავისუფლებას, სილაღეს, ქართულ ხასიათს, მის საუკუნოვან ტოლვას ევროპულ ოჯახში. ამას ებრძვიან და ეს რაღა არის ეროვნული, რაღა უნდა დაიცვან, ხო? ხო და არ გავა ეს ამაში დარწმუნებული ვარ. თვითონ გონიათ რომ ის რაც გაუვიდათ, ისიც არ გავა საბოლოო ჯამში. საბოლოო ჯამში ეს არაფერი არ გავა. ეხლა არის სახელების დაძახებაზე ლაპარაკი და უამრავ ადამიანს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ. ესენი თვითონ ქმნიან საკუთარ სახელებს, ხო? ჩვენ ვერაფერს ვერ და სერგო ორჯონიკიძეს რა უნდა დაარქვა იმაზე მეტი რაც მან დაირქვა სახელად როგორც სერგო ორჯონიკიძე. სერგო ორჯონიკიძე, კი ბატონო, გეთანხმები, აი რა უნდა დაუძახა ინგა სერგო ორჯონიკიძეს, სხვა ზედმეტი რა უნდა დაუძახა. გარდა იმისა, რომ სერგო ორჯონიკიძეს დაუძახებ. ხო, მას. ეს ადამიანები საქართველოში თავიანთ სახელებს ზედმეტი, ასე ვთქვათ, კნინობით, ალერსობით შეძახილების გარეშე ეს ხალხი თვითონ ქმნის თავიანთ ისტორიულ პორტრეტებს და ისტორიულ სახელებს, რომლებიც სრულიად საკმარისი იქნება ყველანაირი ეპიტეტის გარეშე იყოს ისტორიული ძალიან მძიმე ეპიტეტი მათთვის და მომავალი თაობებისთვის. ასე რომ ესენი საკუთარ ბიოგრაფიებს და საკუთარ სახელებს თავად ქმნიან და დაძახებაც არ ჭირდება არაფერს. ხო, ეს საინტერესო რამ თქვი, კი, ნამდვილად ისტორიაში აი ახლა როცა ამ წლების მიმოხილვას გააკეთებენ მომავალში, შალვა პაპუაშვილი იქნება, შალვა პაპუაშვილი ყოველგვარი დამატებითი რაღაცა. შალვა პაპუაშვილი იქნება შალვა პაპუაშვილი, ნამდვილად. კი ბატონო. ნამდვილად. რატი, მაინც როგორ ფიქრობ შენ? აი, ეს არაერთგვაროვანი იყო სხვა შორის რეაქციები და მოდი ასე დავსვამდი კითხვას, უნდა დავცინოთ, უნდა გავაშარჟოთ, ნუ რომ ვერ შეგვაშინებენ, ვიცით, მაგრამ თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მიმართული აქვს ეს ყველაფერი შიშის დათესვისკენ, მაგრამ უნდა დავცინოთ, თუ უნდა დავინახოთ რეალური საფრთხე, რომ კიდევ უფრო უარეს შეეცდებიან. ერთი მოდელი ხომ არ არის. ჩვენ ხომ ღია საზოგადოება ვართ. ჩვენ ხომ განსხვავებული ადამიანები ვართ. ვიღაცა ასე იზამს, ვიღაცა სხვანაირად იზამს. ეს ბუნებრივი პროცესია. ხომ აქ რაღაცა ერთი გზა ესე არ არსებობს. მოდი ესე ვქნათ, მე ასე. ყველა თავისებურად იზამს და ყველა გზა სწორია, იმიტომ რომ ეს არის თავისუფალი საზოგადოება და ეს არის ევროპული საზოგადოება და ქართული საზოგადოება, სადაც ყველას თავისი მნიშვნელოვანი აზრი აქვს და თანხმდება, ხო? ეს საზოგადოება იქნება, სუფრა იქნება, რხინი იქნება, თუ ჭირი იქნება, ყველა თავისი თავია და ყველა ცემს პატივს ყველა განსხვავებულ ადამიანს, ხომ? და რა ვიცი, მრავალხმიანი სიმღერის კულტურა ვართ. ერთ ხმაში ხო არ მღერი ვართ. მრავალხმოვანი კულტურის ქვეყანა ვართ. და შესაბამისად მე მგონია რომ აქაც პროტესტი მრავალმხრივი შეიძლება იყოს და არის კიდეც. თვითონ სხვათა შორის ყველაზე მძაფრი რეაქცია როგორც აღმოჩნდა აქვთ, ნუ ბოლო პერიოდის რეპრესიებმა რაც ხათხო, აქვთ დაცინვაზე, აქვთ შარჟზე და აი მაგალითისთვის მოვიტანდი, ვიცი რომ ვერ უყურებს ტელევიზორი არ აქვს, მაგრამ მაგალითად ვახო სანაიას Facebook სტატუსები, ან გავიხსენოთ როგორ დაიწყო, ხო, ეს ბოლო ამბავი კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა, რომელიც მოხდა სხვა შორის სრულიად ამოგლეჯილი კონტექსტიდან ვიდეოთი ჯერ შეუტიეს რაღაც შავი კამპანია წავიდა კომიკოსის წინააღმდეგ, მერე ხვდებიან სახლთან, უწყობენ თავდასხმას და ამ თავდამსხმელი კაცის სასამართლო პროცესზე ვნახეთ ეს MMA-ის მებრძოლიც და სხვებიც, ვინც ახლა გვიანონსებენ, რომ ალბათ თუ საჭირო გახდა ციხეშიც კი წავლენ, ისეთი მყისიერი რეაგირება ექნებათ, ხო? ანუ მე მგონი მაინც აი ამ დაცინვაზე უფრო მძაფრად რეაგირებენ.
ირონიაზე, იუმორზე, სარკაზმზე ბუნებრივია ასეთი ტიპის რეჟიმები ყველაზე მტკივნეულად რეაგირებენ და ესეც ერთგვარი ტესტია, ხო? თავისუფალ საზოგადოებაში არანაირი პრობლემა არ არის ხოლმე და თავისუფალ დემოკრატიებში და სახელმწიფოებში, ხო? მსგავსი რაღაცეები და აქ პრობლემაა, იმიტომ რომ ტკივათ როგორც ჩანს